ჩვენს ბიოგრაფიაში არის ეგეთი გამოცდილება, როდესაც პატარები ვიყავით და მშობელმა ყველა ჩვენი მოთხოვნილება არ დააკმაყოფილა. თუმცა როცა ჩვენ ზრდასრულები ვხდებით და გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები, მეუღლეები გვყავს, შეყვარებულები გვყავს, ან მსგავსი, მოლოდინი ჩნდება არაცნობიერად, რომ მსგავსი გამოცდილება მოთხოვნილების ან დეფიციტის შემავსებელი სუბიექტები გახდნენ ჩვენი პარტნიორები. თუ ისეთ შემთხვევაში თუ ეს ამ ურთიერთობაში არ რეალიზდება, ხშირად პარტნიორული ურთიერთობები ერთმანეთისთვის ტრამვული გამოცდილების გადამუშავების მარტივ და ეფექტურ გზას წარმოადგენს, არის შემთხვევები, როდესაც ესეც არ ხდება და პარტნიორულ ურთიერთობებში ყველა ჩვენი ბავშვობის მოთხოვნილება არ არის რეალიზებული. ასეთ შემთხვევაში გადავდივართ ჩვენი შვილების ქცევაზე და ვცდილობთ, რომ ეს დანაკლისი, რომელიც რეალურად არის ჩვენში, შევავსოთ და რეალიზება მოვახდინოთ იმგვარად, რომ ჩვენმა შვილებმა შეასრულონ. მაგალითად, თუ ჩვენ ბავშვობაში მშობელმა სიმღერაც არ გვატარა, შეიძლება ჩვენი შვილები შევიყვანოთ სიმღერაზე და ჩვენი სურვილები ამგვარად რეალიზებული გავხადოთ და ჩვენი მოთხოვნილება რეალიზებული გავხადოთ, რომელიც რეალურად ჩვენ გვჭირდება და არა ჩვენს შვილებს. მაგალითად, თუ რაღაც დედის მხარდაჭერა, აღიარება, ან რაღაც ჩახუტების მოთხოვნილების მდგომარეობაში იყავით, შესაძლებელია აღნიშნული მოთხოვნილება, რომელიც დეფიციტში გვაქვს, პარტნიორისგან მოვითხოვოთ არაცნობიერად და მივიღოთ კიდეც, მაგრამ თუ მაინც არ მოხდა მსგავსი ტრამვის გადამუშავება პარტნიორთან და თერაპიული სერვისიც ამავდროულად არ მიგვიღია, რისკი არის, რომ ან გადაჭარბებულად გამოვხატოთ ჩვენ შვილთან ეს ქცევა, ან რაღაც მსგავსი განვავითაროთ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობაში ჩვენ ტრამვები გვაქვს, ამ ტრამვების გადამუშავებას ეხმარება ურთიერთობები პირადი ცხოვრების, რას დაარქმევთ ამას უკვე ეს თქვენი არჩევანია, ტრადიციულად ამას ოჯახი ქვია და მეუღლეები ქვია. და როდესაც აქ არ რეალიზდება ეს ჩვენი მოთხოვნილება და ეს ჩვენი დეფიციტი წარსულში, შემდეგ არსებობს რისკი, რომ ბავშვობაში ჩვენს ბავშვებთან ამოვიდეს და ჩვენი ქცევა, როგორც მშობლის ქცევა, გადავიტანოთ ჩვენ შვილებთან. ეგ არის და ეგ. დავაკვირდეთ, რასაც ჩვენ მშობლების როლში ვირჩევთ.